ალექსანდრე მეფის მიერ ირანის ელჩების მიღების წესი წინასწარ იყო შეთანხმებული. დიდი თავაზიანი მოხერხება და წინდა ხედულის შორს მჭვრეტელობა გამოიჩინა იასონ ჭავჭავაძემ. შაჰინშაჰის დესპანის დიდი პატივიც უნდა ყოფილიყო დაცული და არც კახთ მეფის თავმოყვარეობა დამდაბლებული. ერთ საკითხში განსაკუთრებით გამწვავდა საქმე. ჯიმშედ ხანი მთელი ამალისათვის ცალკე მომაღლოდ გამართულ საჯდომს მოითხოვდა, როგორც შაჰინშაჰის ელჩებს შეჰფერის, ხოლო ჭავჭავაძის განმარტებით კახეთის მეფეთა კარის გარიგების მიხედვით ელჩები უნდა მდგარიყვნენ, გარდა ელჩ თუხუცესისა, რომელიც მხოლოდ მეფის მიწვევით დაიმუხლებდა თავისი ქვეყნის ადათისა და წესის დაგვარად. ხოლო ასეთ მოწვევას თქვენს პატივისცემად უმალ არ დაიშურებს მეფე, დინჯად არწმუნებდა მდივანბეგი ჯიმშედ ხანს. მაინც ვერ დაითათვირა პირველ ელჩი. მაშინ ჭავჭავაძემ ნიადაგი სხვაგან მოსინჯა. ალი ხოჯა მაჰმადს გაუბა საუბარი. ელჩის მრჩეველმა გადასწყვიტა საქმე. იგი რაღაც მოსაზრებით ფეხზე დგომის მომხრე გამოდგა. ჯიმშედ ხანის შეკითხვაზე გაურკვევი და მიფადილებული პასუხი გაასცა, მაგრამ თანხმობის მიცემა დაბეჯითებით უთათბირა. ელჩების მიღება კვირას ნაშუადღევისთვის იყო დანიშნული. ცხენები დილიდანვე მოართვეს. კახთ ბატონი მთელ ელჩიონს თავის საჯინიბოში შერჩეულ ცხენებს უგზავნიდა, ხოლო ორი ბედაური კი პირად საჩუქრად მოგვარეს დიდ დესპანს და მის მრჩეველს. ბედაურებიც და ახკაზმულობაც ნატიფად შეფერებული და რჩეულთა შორის შერჩეული ჩანდა. ჯიმშედ ხანი მეტად ნასიამოვნები დარჩა მეფური საჩუქრით. ხოჯა მაჰმადს კი თვალი მოსჭრა ცხენის დაღმა აქოჩრილმა ვარსკვლავმა. ხერხემლის ზირიდან მოსულმა ტკივილმა ავად შეახსენა ჯანდიერის სიტყვა, რამდენჯერ მეფის ცხენზე შეჯდე, ჩვენ მოგვიგონო. ელჩის მრჩეველი შიშით ფიქრობდა, რომ მალე ამ ცხენზე უნდა შეჯდეს და მეფეს ეწვიოს. მას ფეხით გასეერინება დიაღაც ერჩია, მაგრამ წესი წესია და მეტი გზა არ იყო. უნაგირი მოსინჯა. ნატიფად მოსავადებულ მაღალ კეხზე ირმის ბეწვის მკვრივი ტყავ-ბალიში იყო გადაკრული. ემაგრა ბალიში ახალ პატრონს. მით უფრო, როდესაც შეამჩნია ჯიმშედ ხანის უნაგირს ტყავის ბალიშის ზემოთ ბუმბულის მოხავერდებული სარპილო ეკრა. აღა ბუმბულის ბალიშით განასხვავეს ჩემი და ელჩის ბედაურ საჩუქარი. სასახლეში გამგზავრების დროც დადგა. ამალა უკვე მზად იყო. მისართმევი საჩუქრებიც გამზადებული. ჯიმშედ ხანმა საზეიმო სამოცზე შაჰაბაზის ნაწყალობები ბეწვქობიანი ხალათი გადაიცვა და აივანზე გავიდა. ალი ხოჯა მაჰმადიც მზად იყო, მაგრამ ფეხს ითრევდა. სულ ბოლოს უნდა გასვლა, განსაკუთრებით ცხენზე შეჯდომა. გარეგნულად მან დიდი ცვლილება განიცადა. ჯერ კიდევ დილის ძალზე დიდხანს იფარეშა სარკესთან. ხანჯლის ბუნივით ვიწრო სამკუთხული წვერი შეიტოვა, ინით შეიღება, ქილვაშებით დაიმოკლა, თავზე მაღალი ჩალმა ქუდი დაიხურა და სარკესში ერთხელ კიდევ შეათვალიერა თავი. არა,
რაცა უნდა თვალმეხსიერი იყოს, ალექსანდრე მეფე, წუხანდელი ცხენის ქურდის გამოცნობა შეუძლებელია. ესაუბრებოდა სარკეში თავის თავს შეცბუნებული ოსტატი და ნუგეშად ისღა ქონდა, რომ წუხანდელი მარცხს აოცრება მხოლოდ თავად იცოდა. ან იქნებეს ყოველივე მხოლოდ დასიცხული უჟმურსის მარი იყო. უნდა დაივიწყოს კიდევაც. დაივიწყოს უცნაური და გაურკვეველი ზმანება, მაგრამ გარკვეული და საცნაური ტკივილი უმოწყალო დაგონებდა სინამდვილეს. თავს მაინც ინუგეშებდა ალი მაჰმადი. და რა მოხდა ბოლოს და ბოლოს 1-2 კვირა და იარაც მოშუშტება. არც ვისეცოდინება ხელუცაბედი დაღების ამბავი. ესა აბანოში ვეღარ წავა. უნდა ამოიკვეთოს ფეხი. მე ქისეს ვეღარ გაიკარებს. ვერავის ენდობა. ავის საბუთია დაღი. ესა თორემ ისე მრავალი დიდი ამბავი მეფის გულში ნადები გაიგო. შემთხვევით თუ დამთხვევით. მართალია რუსთა სიანუსხა კი გადააგდო, მაგრამ არც ეს არის ბედენა. მურადაიზი აქ არ არის? კიდევ ბედი მქონია. ბეწვზე გადავრჩი. ხმამაღლა წამოიძახა და ისიც გავიდა აივანზე. ჯემშედ ხანის ნიშანზე ყველანი ეზოში ჩავიდნენ. ნუშიანში მესტუმრენი დარახტული ცხენებით ელოდნენ. აქვე იყო საპატიო ამალაც. ყველანი შეჯდნენ. ხოჯა მაჰმადსაც მოგვარეს ბედაური. კახი მეუზანგეც მიეახლა, მაგრამ ელჩის მრჩეველმა ჯერ არინება შეჯდომა. აღვირი გამოართვა, ცხენს ხელი მოღერებულ კისერზე მოუთათუნა, დაგულებული ყინვარ შაქარი აჭამა, დროს იგებდა. ყველანი დაითხოვა. ბოლოს მოიხედა, ელჩიონი უკვე ალაყაფთან იყო. სასახლის კიბესთან მხოლოდ გამსახურნი იდგნენ და მის წასვლას ელოდნენ. შორი ახლოს ნაშიკრიკალი მაქსუდი დაინახა. უმალი ხმო, აღვირი მიუგდო და ალაყაფისკენ ფეხით ჩაისეირნა. კახ მსახურთაგან რომ გაიმანძილა, მაქსუდს შეეკითხა. რა დარგიახლა ხანმა? მიზეზი მოგეხსენებათ, ოსტატო. დავარდნილი კილოთი მიუგო მაქსუდმა. ხოჯა მაჰმადმა ახლა სულ სხვა თვალით მოხედა თავის გაშოლტილ ნაშიკრიკალს. განა არ მოგირჩა? თავდახრილ მხლებელს აღვირი გამოართვა. ой, რა სიამით დარჩებოდა მაქსუდთან ერთად, მაგრამ სხვა გზა არ იყო. შეაბრუნა ცხენი და უზანგში ფეხი შეჰყო. მაქსუდმა დაუჭირა მეორე. ვარსკვლავივით ცხენია, ბატონო. საუბარი სხვაგან გადაუგდო ნირ შელახულმა მაქსუდმა. მან რა იცოდა, რომ ვარსკვლავის ხსენება ქოჩრიანსა თუ უქოჩროსი სწორედ მტკივნეულ ადგილას ხვდებოდა ოსტატს. ელჩის მრჩეველი თავისუფლად მოევლო ცხენს, მაგრამ უნაგირს რომ გაეკრა, უნებური გმინვა აღმოხდა. კრიჭა შეწურა, უზანგებზე შედგა, კეხ გვერდულად შეიმსუბუქა თავი. ნაშიკრიკალი გაკვირვებით უმზერდა თავის ოსტატს და შოლტის დამრტყმელს. მან არ იცოდა, რომ ისი ოსტატი ახლა მართლაც ვარსკვლავზე იჯდა. ხომ არ მიბრძანებთ რასმე? არა. მერმე უბეზე გაიკრა ხელი. აჰა, შენ ქისა.
მალამ ობლომად იყიდე. კახელებმა იციან. მალე აშუშებს ნაშოლტარს. ნაცყვეტად ეუბნებოდა ქვეითს. ცხენი ტოკავდა და ალაყაფისაკენ იწევდა. ტკივილი კვიდიხამდე ადიოდა. ოღონდ მეც მიჩვენე მალამო. ექიმ ბაშობას ვაპირებ. ნაძალადევად ჩაიხუმრა და ცხენი დასწრა. ვიდრე დაეწეოდა ელჩიონს, სიმწრის ოფლი გადასკდა, მერე კი ოდნავ გამოუყრუდა ტკივილი. თანაც მის ბეძე როგორც შახინშახის ელჩებს შეეფერებოდა, ჯიმშედხანი დინჯად ლაფშურით მიუძღოდა ელჩიონს, ხოლო ნაჩუქარი ცხენი შესანიშნავი მატარებელი გამოდგა. კი ღირებულა ამისთანაც ცხენის მოპარვა, მწარედ ფიქრობდა სპარსი. ნირშერეული ჩახურებდა შარაგზას და მტკივარ ნაწილს, შეძლების დაგვარად არიდებდა უნაგირს. სამაგიეროდ ჯიმშედხანი გაბადრული და ნებიერი ღიმილით მიმოსქეროდა გარემოს. ქალაქის ქეთ-ქეთ ჩამოსულ კედელზეც და მთავარანგელოზის გალავანზეც ხალხი გადმომდგარიყო. გზადაგზაბლომად იდგნენ მოსალამენი. მეფის სასახლის კარიბჭესთან საპატიო სარანგთა ორმწკრივი დახვდათ. შავსატევრიანები ცალკე რძიდგნენ, ხელთოფიანები ცალკე, აბჯროსნები კი ხშავდნენ ალაყაფს. მეფის სპა მაღალტანადი და მხარფართე რჩეული მხედრებისგან შედგებოდა, ხოლო დიდად საპატიო სტუმრებს ამად გარდა ქვეითად ხვდებოდა სასახლის მცველთა გუნდიც. ჯიმშედხანი მოხიბლა მცველთა აღნაგობამ. ასეთი სარბაზები შახინშახსაც ეამებოდა. გადიხარა ჯიშედ თავის მრჩევლისაკენ, რომელიც ბოლოს გვერდში ამოუდგა მას. ჯიმშედხანმა შეამჩნია, გუნებაზე ვერ იყო ხოჯა მაჰმადი. სდუმდა, ქვეწარბულად იხედებოდა, დილით შეუძლობასაც ჩიოდა. აბანოში თუ აცივდა, გაიფიქრა ხანმა. ახლო ალაყაფთან კვლავ გაეხმიანა მრჩეველს. რა ვაშკაცი ჩანს? მათ შესახვედრად წამოწეულ ახოვან აბჯროსანზე წარბებით მიუჩვენა. ხოჯა მაჰმადმა ულვაშებზე იცნო აბჯროსანი. შეტოკდა უნაგირზე, საფეთქლები გაუცივდა. ოდნავ ჩამორჩა და ამოეფარა ჯიმშედხანს. გული საგულეს ისევ ჯანდიერმა მოუბრუნა. იგი სრულიადაც არ ამჩნევდა შეფორიაგებულ სპარსს. პირიქით, უმალ ნიშანისსა და ელჩიონს სამგზისი ვაშა შეაგება. კარიბჭის ღრუბთან დაქვეითდნენ ყველანი, გარდა პირველ ელჩისა და მისი მრჩეველისა. აბჯროსნებმა გზა უტიეს და ორნი ცხენდაცხენ შევიდნენ კარიბჭეში. რკინის ბჭესთან კართუხუცესმა მათ თეთრი ნაბდები დაუგო ცხენთა ფერხთით, ხოლო კარსიქით კი ვიდრე სასახლემდე ხალ ფარდაგები ეგო. შუაგზაზე დაქვეითდა მრჩეველიც, ხოლო კიბესთან ელჩიც. აქ შეეყარათ სახლთუხუცესი, ომან ჩოლოყაშვილი, ყრმა ბატონიშვილნი, დავით და გიორგი, ზოგი სხვა დიდებულნიც. ჩვენი კონსტანტინი არ გვაჩვენეს, გაიფიქრა ხოჯა მაჰმადმა და ელჩს მიჰყვა. სახლთუხუცესი დარბაზისკენ წარუძღვა საპატიო დესპანს. სადარბაზოდ მეფეს სპარსული დარბაზი აერჩია. ორმაგად იყო შეზომილი ეს არჩევანი. განსაკუთრებულ სპარსზე თუ მეობას ამჟღავნებდა კახთ მეფე და
ისიც იყო ხელსაყრელი, რომ მომრგვალო სპარსულ დარბაზს კედელდაყოლებით მომაღლო თახჩა სავარძლები გასდევდა ირგვლივ, ხოლო შუაში ტახტის გასწვრივ ელჩთა ადგილი იყო ფეხმორთმით საჯდომად მორთული, ასე რომ უკვე თუ მეფე მოისურვებდა ერთობლივ მოდარბაზეთა სხდომა წვევას, კახდიდებულნი სპარსთა უმაღლეს ადგილზე აღმოჩნდებოდნენ მჯდარნი. დარბაზი მადლიან ყალმით იყო მოხატული. თაღს მაღალ ქობად ჩახლართული ვაზის ჩუქურთმა წისის არტყელასავით გადასდევდა. ტახტის თავზე ტვიფრულ შორენკეცებით გამოყვანილი კახ ბაგრატოვანთა მგვირგვინ ნიშანი იყო ნასახი. თავმომრგვალებულ ფერად სარკმლებიდან ხორცისფერ ფილებიანი იატაკზე უხვის სხივი იფრქვეოდა. ელჩები შევიდნენ თუ არა დარბაზში, საღვთო-ხუცესმა მეფის გამობრძანება გამოაცხადა. მარჯვნივ მაღლა კარი გაიღო. ალექსანდრე დაოκებული ნაბიჯით შემოვიდა, მაგრამ დარბაზში მოუჩქარა, ტახტთან მივიდა, რამდენიმე საფეხურით შემაღლდა, მხოლოდ მაშინ ასწია თავი და დარბაზის სალამს ზეზეურად პასუხი გასცა. გრძელი ძველქართული ბისონი უფრო მაღალს აჩენდა. გვირგვინი კი არ ედგა მეფეს, რადგან ხელთან მიშვება არ იყო თქმული გოროს დესპანის მიერ. ალექსანდრემ მარცხენა ხელის ოდნავ აწევით დარბაზობის დაწყების ნიშანი სცა. ამჯერად რომ მაინდა-მაინც თავისი ქრისტიანობა თვალში არ წაეჭხირათ, პირველ მიღებას არ ესწრებოდნენ მღვდელმთავრები. ხოლო ზოსიმე ბერდიდი უტყმოცმედ იდგა დიდებულთა შორის. არ ზედოფალი დაისწრო ალექსანდრემ, აქ კი საბუთად შეუცნობელი გულისტკივილი ჰქონდა. დიდი დესპანი შახინ შახისა, გამულხმიანად გამოაცხადა ომან ჩოლოყაშვილმა და საღვთო-ხუცესის კვერთხი აღმართა. ჯიმშედ ხანი ნელია და თავმომწონე წირწარსდგა და აღმოსავლურად წესდაცული სალამის სცა მეფეს. მოგესალმებით კახეთის მეფე მფლობელო ალექსანდრე ლევანის ძეო, მაღალ ფარდოვნად წამოიწყო მან. დიდი ირანის დიდი მყრობელი შაჰ აბასი, შახინ შაჰი მეფეთა შორის, თვითმპყრობელი მფლობელთა შორის და მზემნათობთა შორის თქვენს ჯანმრთელობას კითხულობს. თქვენთვისა და ქვეყნისათვის სიკეთის სურვილები ნებავს. ხატოვანი სპარსულით და თაფლულად, მაგრამ ამაყად ღაღადებდა ირანის შახის დესპანი. სათნო დედოფალი ხანუმდა ბატონიშვილები მოიგონა, რომელთაც თავის სავალალოდ ვერ ასჭვრեց პირდაპირ შეყრისას. კარგად გაუგეს ეს, ასე ვთქვათ, ვერ ჭვრედა კახელებმა. ძევლის სასაყვანად იყვნენ მოსულნი სპარსნი. ახლა ალექსანდრე მეფემაც მოიკითხა დიდი შახი ირანისა, ძლიერი მეზობელი და მფარველი სასურველი. მოიკითხა აგრეთვე თვით ჯიმშედ ხანი, შახინ შაჰის პირადი დესპანი და თავრიზის მფლობელი. არც მისი თანამდგომი სიბრძნით სახელმოხვეჭილი მრჩეველი ალი ხოჯა მაჰმად გამორჩენია მეფეს. საღვთო-ხუცესის ნიშანზე დესპანის დასტურით მხლებლებმა შაჰის საჩუქრები მოართვეს მეფეს. საჩუქრების სიმრავლით, ელჩობის მიმდინარეობით თუ კიდევ სხვა, მხოლოდ მეფისათვის ცნობილ მიზეზით, ალექსანდრე გარეგნულად მაინც ფრიად ნასიამოვნებით ჩანდა და საღვთო-ხუცესის აზრით ზედმეტი თავაზიანობაც გამოიჩინა. ყველა სტუმარმა სპინძელი დასხდომად მიიწვია. პირველ მიღების პირობით ასე არ ყოფილა გათვალისწინებული.
პატივი დამდო მეფემ, ჩემს პირვანდელ მოთხოვნაზე მოდგა. გაიფიქრა ჯიმშედ ხანმა და მეტად ნაამები დარჩა. ხოჯა მაჰმადს კი არაფრად ეჭაშნიკა მეფის ზედმეტი მასპინძლობა და ახანა კიდეც დაჯდომა. როდესაც მიმოიხედა, კახთ დიდებულნი და დიდი მოხელენი უკვე ისხდნენ კედელ დაყოლებით. საერთოდ დარბაზში, გარდა კარისკაცებისა, აღარავინ იდგა ფეხზე და თითქოს ყველა მას ოსტატსა და მრჩეველს უყურებდა. ერთი წამით ვგონებ მეფემაც შეხედა. უმალ მანაც მოიკეცა. ფეხები და დესპანის გვერდით მიჯდა. პირდაპირ ნადაღარზე მოუხდა დაჯდომა. სიმწრით ტუჩის შიდა ნუნუები დაიკბინა. ვიდრე სისხლი არ ეტკბილა ენაზე, მაგრამ გარეგნულად არც ერთი ძარღვი არ შერხეულა მის სახეზე. ახლა დესპანის დავთარბაში წამოდგა მეფეს დაბლა თაყვანისა და მაღალი ხმით საჩუქრების სია ჩაიკითხა. მართლაც მდიდრულ მოსაკითხავს ვგზავნიდე შაჰ-აბასი კახთ მეფეს. აქ იყო ხალათები ოქროქსოვილი და ფარჩახატულნი. თვით შაჰ-აბასის მაღალ მხრიდან სანობათოდ ბოძებულნი. აქ იყო ოქროცურვილი ხმალხანჯალი, ზუჩი და დაშნა, ქარვა და ლალი, სპილოზვლის ჭადრაკი და ჩოგანბურთი. ფარჩის კარვები და ცხენაკლემის კეხ-უნაგირები, მოვარაყებული ლანგრები და სპარსული ხალიჩები. სახლ-ხუცესის განკარგულებით აივანზე გასული მეფის მესაყვირანი და მაძახურნი სასახლის წინ და ქალაქის გალავანზე გადმომდგარ ხალხის გასაგონად იმეორებდნენ საჩუქრების სიას. სულ უფრო და უფრო მაღალ ხმას უკიდებდა დავთარბაში. კვირობდნენ დარბაზში კახთ დიდებულნი. ზეიმობდა ხალხი მოედან გალავანზე. უფრო და უფრო ებადრებოდა სახე ალექსანდრეს, მაგრამ უფრო იქ უფრებოდა და ეჭვით ივსებოდა მისი გული. კონსტანტინეს თავის ფასია და არც დასჯერდეს იქნებ. შაჰ-აბასი არვის არაფერს აჩუქებს უმიზნოდ, თავნით მოგთხოვს, დიდი რამ უდევს გულში. შაჰ-ინ-შაჰის შთაგონებით იგავს ალაღობოდ გამოწურთნილი სიბრძნის სახე. გამოაცხადა დავთარბაშმა და ბოლო საჩუქარს ჭრელად შეფერადებული ორხოვილი დარაია გადააწრო. მოოქროვილ გალიაკში გულყვითელა და ბოლომწვანე თუთიყუშის თვლემდა. შუგდაკრული ფრინველი შეფართხალდა და ენაკიდებულ სპარსულით წამოიძახა. წოდე და გიხაროდეს მზეო და ქვეყანაო შაჰ-ინ-შაჰისა. ყველას პირმგრუდად გაეღიმა. მეფემ ნიშანი უყო და ბაზიერმა თუთიყუში ხელზე მოართვა. მეფე მოეფერა, დაუყვავა ფრთა გაუსინჯა. შაჰ-აბასის პირად სიტყვის მომტანი, უსათუოდ სიბრძნის სახეა და თქვენი მოწმობით ფრიან ნიშანდობლივიც. ახლა სპარსელ ჩებს მოეფინა პირმრუდეღიმი. ალექსანდრე საერთოდ ფრთოსნების, კერძოდ ქორშევარდნების მოყვარული და მცოდნეც იყო. ეს კი შეღებილ სათამაშოს უფრო გავდა. კონსტანტინე ბატონიშვილს მიგვარეთ. გვიმატად აჭარიახებული თუთიყუში ბაზიერს გადასცა. ფრინველმა ფრთაქოჩორი წამოშალა და სხაპასხუპით გაურკვეველი სიტყვის ნაწყვეტები გადმოაფრქვია. ხოლო ისევ გალიაკში რომ მოათავსეს, მაშინ მკაფიოდ წამოიძახა. ისმინეთ ურუსიამან.
დარბაზში უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. საჩუქრები დიდად გამოგვარჩია ჩვენმა უფროსმა ძმამ და ფარველად სასურველმა. ყელში მწარე სიტყვა ჰქონდა, მაგრამ თავს მოერია. ჩაიბრუნა და მოკლედ მოსჭრა. წერილობით თუ ინება რაიმე შაჰ-აბასმა. თავიდანვე სახელოვანმა. ჯიმშედ-ხანი დინჯად წამოდგა. წამოდგა მთელი ელჩობაც. დესპანმა აბრეშუმის ბოხჩიდან დალუქული რაყამი ამოიღო. ორივ ხელით თავზე მაღლა 100 წია. თითქოს მისი სიმძიმით წელში მოიხარა და მიეახლა მეფეს. ალექსანდრე წამოდგა. უმალ წამოიშალნენ კახდიდებულნიც. მეფემ პირადად მიიღო შახისა რაყამი. ეს იყო პირველი რაყამი შაჰ-აბასისა, ალექსანდრეს სახელზე წარმოგზავნილი. მძიმე გრძნობით მკერდთან და შუბლთან მიიტანა. მერმე სამეფო კვერთხ გვირგვინთან დაასვენა და ისევ დაჯდა. სხვათაც მოუწოდა. ახლა კახთ მოართვეს საპატიო დესპანს და მის მრჩეველს პირადი მოსაკითხავნი მეგობრობის ახალსაწინდრად. სიას რატომღაც დავით ჯანდიერი კითხულობდა. მას აბჯარი გაეხადა და ახლა თალხი ფერის ქულაჯაში კიდევ უფრო დიდი და მხარგაშლილი ჩანდა. აივნიდან ისევ იძახდნენ მესაყვირენი და მაძახურნი. გარდა თითო ცხენბედაურისა ძველ ქართულ ახკაზმულობით, სიაში იყო მოხსენიებული თიულური ნაკეთობის ოქროზარნიშიანი ქილაქამრები, გენეტიკური შანდლები. ჯიმშედ-ხანს, როგორც პირველ დესპანს, ოქროთი მოვარაყებული ყალამიც მიართვეს, ხოლო მრჩევლის სიაში ეგრეთ წოდებული მოჭვილი ყულაბა სიბრძნის ქილითურთ იყო მოხსენიებული. ხოჯა მაჰმადმა ვერც გაიგო, ვერც საჩუქრებს შორის დაინახა ეს სიბრძნის ქილა. ტკივილი თავგაბეზრებულს არაქათი ელეოდა და დარბაზობის მოთავება სულ წასულიეროდა. რაღა წუხანდელი უკუღმართობა და რაღა დღევანდელი ზეიმი და მერმე ხალხიც რომ იგივია. ცნობის აღარ ეშინო და ეს ღაწუხებდა, ისევ ზედმეტი თავაზიანობა არ გამოეჩინა მეფეს და ელჩიონი დღესვე სუფრაზე არ მიეწვია. მიზბედად მეფემ მესტუმრეთ უბრძანა სეფე სუფრიდან ხვენკეთილი მიერთმიათ მცირე სასახლეში. დარბაზობა დამთავრებული იყო. ალექსანდრემ მაღალ კართან ჯანდიერს ჩაუარა და ჩასჩურჩულა. სიბრძნის სახე თუთიყუში ხომ მოგეწონა? სიბრძნის ქილაც არ იქნება უგონებურიგო, თავი ჩახარა დავითმა. მეფის გასვლისთანავე სახლთუხუცესი ჯიმშედ-ხანს მიეახლა, დარბაზიდან მასლაათით გააცილა. ალი ხოჯა მაჰმადიც წამოდგა. ძლივს გაშალა ტკივილით მიმუჟებული ტანი, ცალი ფეხი შეუტოკდა კიდევაც, მაგრამ ვიღაცამ თავაზიანად შეაშველა ხელი. გმადლობთ დარბაისელო, მოუხედავად გაეხმიანა თავის ენაზე. აბა რა ის მადლობა ბატონო ჩემო. ხოჯა მაჰმადი შეაკრთო ჩაბოხებულმა ხმამ და ქართულმა პასუხმა. თვალის კილოებში ულვაშის ჩრდილი აებორგა. მის გვერდით ჯანდიერი იდგა. ხერხემლის არეში ჭიანჭველე მაურბინ ჩამოურბინეს, მაგრამ ოდნავადაც არ შერევია ნირი. არც ჯანდიერმა შეაბეზრა თავის საუბრით. კრძალვით მიაცილა კარებამდე. თავაზიანად განუმარტა. საჩუქრებს ცხენით გაახლებთ, ყულაბას კი პირადად მოგართმევთ. დინჯად, მეტად დინჯად ვიდოდა ხოჯა მაჰმადი. და წინაურებულმა ჯიმშედ-ხანმა მოხედა, რა სულ უკან რჩება ჩემი ჩრდილი.
გაიფიქრა და სვლას უკლო, რომ არ გათიშულიყო ამალა. გარეთ უმალ მოართვეს ცხენები. ერთი უკვე საჩუქრებით იყო დატვირთული. დესპანსა და მის მრჩეველს უკვე ცხენებზე მჯდართ. მოართვა დავით ჯანდიერმა თითო ყულაბა. დესპანის ყულაბაში ოქროვარაყული ყალამი იყო. ჯიმშედხანმა უმალ გადასცა მხლებლებს. ხოლო მრჩეველი კვლავ შეაფიქრიანა სიბრძნის ქილამ. თან ჯანდიერმა კვლავ სხვათა შორის ჩაუჩურჩულა. ეს გასაღები წინებეთ, შიგ ქილაც დალოქულია. მრჩეველმა გასაღები ჩამოართვა. ყულაბაც ხელში შეიტოვა. სპარსულად გადახდილ მადლობას კი ფიქრი ააყოლა. ნუ თუ ასე უხვად აქვს კახთ მეფეს თვალ მარგალიტი, რომ ასე უყოყმანოდ გრთამსაც მიბედავს? მცირე სასახლეში დაბრუნებისას შეუძლობა განაცხადა და დესპანს დაეთხოვა. ტკივილით დაღლილ დაქანცულმა თავის აწოლში კარი შეიკეტა და შვებით ამოისუნთქა. პირველი დარბაზობის აუცილებელი ვალი მოხდილი იყო. ახლა მოავადებაც თავისუფლად შეეძლო. ტკივილის ოდნავ დაამებამ გული მოუალხეინა და ყულაბა ცნობის მოყვარეობით გაახსნევინა. ზარი დაელდა ეცა, შიგ მის მიერ ღამის ტყვეობის დროს გადაგდებული რუსთა სია ნუსხა იდო. ჯერ თვალებს არ დაუჯერა, გაშალა, ჩაიკითხა. ყოველ ეჭვს გარეშე იგივ სია იყო და მხოლოდ იგი ფიქრი ზამბარასავით შებზრიალდა. ნუ თუ კახთ ბატონის ჩუმი მტერი ფიქრობს ჩემთან კავშირის გაბმას, ისიც ულვაშა? იგი თუა მურადაის ზესმაცნე. მაგრამ მაშინ რად მაფრთხილებდა? ხლართებში ერთიანად დაიბნა ოსტატი. ისევ ყულაბას მიუბრუნდა, დაალუქული ძვლის ქილაკი ამოიღო, ლუქი ასტეხა, მცირე უსტარში სპარსულად ასე ეწერა. ასეთი სიბრძნე ითქვა, სიტყვა ისეთი ფასობს, ორი პირი გქონდეს და ორივე ბასრი. ოსტატმა ამოხსნას, შუაღამის ჟამს კარში მოაკაკუნოს. ვერ ამოხსნას, აქო ჩრდილ ვარსკვლავის ლექსი და ვარაყი მზეზე მაღალს მოხსენდეს. იგი ყოველ სიბრძნის ამომხსნელია. ხელს არავინ აწერდა. ან კი რას საჭირო იყო? ულვაშის ჩრდილი წამოიძახა გაოგნებულმა ოსტატმა. იგი ბოლოს მიხვდა, რომ ორ თავფეხებით ხაფანგში ყოფილა გაბმული. ზეწამოიჭრა. რატომღაც სარკმელს მივარდა, გაიხედა, სადღაც ქვედა სართულზე მსახურნი ფუსფუსებდნენ. ბაღის ჩაღმა ალვის ხის დაგრძელებული ჩრდილები უზარმაზარ ულვაშებს გავდნენ. ახლა კარს მიაწყდა, დერეფანში გავარდა, კიბის თავთან საპატიო სარანგი იდგა, უმალყურის ცქვიდა, ულვაშებზე ხელი გადაისვა. ხაფანგში გაბმულმა ისევ ჩაირაზა კარი. ზარდაცემულ სახლა ყველგან დიდი ფართედ გადაგრეხილი ულვაშები ელანდებოდა. ისევ წერილს მისწვდა და ხელახლად გადაიკითხა. სპარსული ქარგული ასოები დახტოდნენ, ულვაშები ვითიგრიხებოდნენ. ამოხსნა, როგორ ვერ ამოხსნა ოსტატმა სიბრძნის ქილა, იცის, როგორ არ იცის, რომელ კარს უნდა მიუკაკუნოს? ულვაშის კარს, აი იმ კარს, რომელსაც უხელ გადაურჩა ეგონა. თურმე ვინ ყოფილა ბედოვლათი? რისხენის გურდი მართლაც დაღის კვიცი ყოფილა მართლაც. რა ორმაგი ბადეა დაგებული,
უკვე ხმამაღლა შფოთავდა ხოჯა მაჰმადი. არ მივაკაკუნებდა? ზეზე მაღალი შაჰ-აბასია ყოველი სიბრძნის ამომხსნელი. იმის ამოხსნილის სიბრძნე ამის დაკარგვას ნიშნავს და შაჰის მარცხენა თვალმა, ასე ვთქვათ, თავში წაიშინა ხელი. რაც მეც ფიქრობდა, უფრო ბორგავდა და ჩაჩიხულ ნადირივით ბორიალობდა, ბოლოს წაბღუჯა წერილი და ჯიმშედ ხანთან მისვლა დააბირა. კართან რომ მიიჭრა თვალწინ წარმოუდგა ჯიმშედ ხანის ჩუმად ნაამბების სახე, რომელიც ბოლოს და ბოლოს ნასიამოვნებიც კი იქნებოდა ხოჯა მაჰმადის მოშორებით. უმალ ხუნდებაყრილს გაისტუმრებდა შაჰ-აბასთან, იქ კი საბუთს, უტყუარ საბუთს, მოუშორებელსა და გაუბათილებელს. თავად არა ტანად მიუდანდა მბრძანებელს. არა, ეს შეუძლებელია. ისევ მობრუნდა და ქანცმილეული მოსხლეტით ჩაჯდა სავარძელში. სულ დაავიწყდა მტკივნეული უტყუარი საბუთის ადგილი. ისევ წამოვარდა ხმამაღალი გმინვით და ახლა საწოლ სარეცელის შავ-ხავერდოვან ბალიშებში პირქვე ჩაემხო. მან პირველად თავისი ოსტატობის სარბიელზე და სიცოცხლეში არ იცოდა როგორ უნდა მოქცეულიყო. და შუაღამისას ციხედი ლეგიის კარი მიაკაკუნა და ვიღაც სახე შებურვილმა და უცნაურად მოკაკულმა კაცმა თუ ლანდმა. ჩანს ელოდნენ კაკუნს. კარი უმალ გაიღო და მოჭედილ რაფაზე ულვაშის ჩრდილმა გადაერბინა. მერმე დაიხურა კარი. კაცი თუ ლანდი გადაყლაპა.